მძიმე დანაშაულში ბრალდებული ორგზის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხეშია. პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით ღარიბაშვილს 5 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ყველაფერი გასული წლის ოქტომბერში გენერალური პროკურორის განცხადებით დაიწყო, რასაც მალევე მოყვა ბრალის წარდგენა. ორგზის პრემიერს, რომელიც სხვადასხვა დროს ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტსაც იკავებდა, ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით აქვს დაყენებული. ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით ოცნების ყოფილ პრემიერს სასჯელი გაუნახევრდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სასჯელის სახით დაზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულის საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურა ირწმუნება, რომ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება იმიტომ გაუფორმეს, რომ დანაშაული აღიარა. ბრალის აღიარების გარდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის სხვა დამნაშავეებზე. ყოფილი პრემიერის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ღარიბაშვილს სხვის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და არც აპირებს. მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით და გადახდები და ზედმიწევნით შესრულებული ეს ყველაფერი შესაბამისად ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას და არჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარებები. შესაბამისად ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი. ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. გამოძიების ვერსიით ირაკლი ღარიბაშვილს მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და ხელფასის გარდა სხვა ანაზღაურების მიღება, ფარულად ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს. ორგზის პრემიერის ბრალი სამოხელეო დანაშაულს არ მოიცავს, ანუ პროკურატურას არ გამოუძიებია იყენებდა თუ არა ის დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების დროს თანამდებობას. იურისტი კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ გამოძიება სამოხელეო დანაშაულზეც რომ ემსჯელა, შეიძლება სხვა პირების და უწყებების პასუხისგებლობაც დამდგარიყო. ამიტომ ბრალდება მხოლოდ ფულის გათეთრებით შემოიფარგლა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციას ვეყრდნობი, მე მხოლოდ რაღაცა საქმის მასალებზე ვწდომა მე არ მქონია, არც ერთი საპროცესო დოკუმენტი არ მინახავს და შესაბამისად ამ მხრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ბრალდების თანახმად ღარიბაშვილი მაშინ როცა იყო პრემიერ-მინისტრი, იღებდა უკანონო დაუსაბუთებელ შემოსავალს. ბუნებრივია, აქ უკვე ჩნდება კითხვა, რომ რა არის წყარო ამ შემოსავლის მიღების. ეს მე როგორც ვიცი, ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. ანუ ვინმე მიუტანა კონკრეტულად რომელი ბიზნესიდან მიიღო ეს შემოსავალი, რანაირად იქნა ამხელა რა ისეთი ბიზნესი ჰქონდა მას, რომელმაც ამხელა ოდენობის შემოსავალი, ანუ 6 მილიონი ნახევარი დოლარი, რომ ბიზნესმა შემოსავლის სახით მოიტანოს, ბუნებრივია ეს დიდ ბიზნესია საუბარი. მაგრამ აქ ალბათ უკვე არის ამ საქმის პოლიტიკური მდგენელი, რას გულისხმობ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი აქ იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ მან თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და ამ ფორმით მიიღო შემოსავალი, ერთის მხრივ მისი პასუხისმგებლობა უფრო მძიმდებოდა და მეორეს მხრივ აჩენდა უკვე კითხვებს, პოლიტიკურ კითხვებს აჩენდა, რომ მაგალითად პარლამენტმა, რომელსაც კონსტიტუციით ევალება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, რატომ ვერ უზრუნველყო თავისი კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელება სათანადოდ. საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ნაადრევად მიიღეს, რადგან ღარიბაშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლოს სხდომა 12 თებერვალს უნდა გამართულიყო. თუმცა მოულოდნელად პროცესი ერთი თვით ადრე ჩაინიშნა. ბრალდებულ ღარიბაშვილს სასამართლოში მისვლა ჯამში ორჯერ მოუწია. პირველად 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც მას წინასწარ პატიმრობის ნაცვლად მილიონიანი გირაო შეუფარდეს, მეორედ საპროცესოს გაფორმების დროს, თუმცა სხდომა ისე დანიშნეს, მედია არ დასწრებია. ანუ ისე გაუშვეს ყოფილი პრემიერი ციხეში მედიას
და შესაბამისად საზოგადოებას დეტალები არ გაუგია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი სანდრო ქეხვიშვილი ამბობს, რომ სამოხელეო დანაშაულის გარდა ღარიბაშვილის შემთხვევაში პროკურატურა ბევრ შესაძლო კორუფციაზე ხუჭავს თვალს, რადგან გამოძიების მიზანი რეალურად კორუფციასთან ბრძოლა არ არის. წლების განმავლობაში ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქართული ოცნების მაღალჩინოსანი. საჯარო სივრცეში გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიებებს რო შეხედოთ თქვენ ბოლო წლებში, ის არის ყველაზე ხშირად ვინც ფიგურირებს ასეთ შემთხვევებში. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც სამთავრობო ბორტის გამოყენება კორუფციული გზით ხო პირადი მიზნებისთვის. აქ იყო საუბარი ასევე ძვირადღირებული საათების კოლექციის შეგროვებაზე, რომელიც არ საბუთდებოდა მისი შემოსავლით. რეალურად ეს გამოძიებები, რომლებიც ფორმალურად და ესე იგი სიტყვიერ დონეზე არის შეფასებული როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნება ასე პოზიციონირებს, სინამდვილეში კორუფციასთან ბრძოლა არ არის და ეს არის ერთგვარი დასჯა გუნდის ყოფილი წევრის. ირაკლი ღარიბაშვილი ოცნების უკვე მეორე პრემიერია, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა ჯერჯერობით ერთადერთი, რომელიც ციხეშია, რადგან გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. ღარიბაშვილთან ერთად პატიმრობაში რჩებიან მისი მინისტრთა კაბინეტის წევრებიც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. თუმცა მისგან განსხვავებით ისინი ბრალს არ აღიარებენ და ჯერჯერობით არც საპროცესო გაფორმებიათ. ღარიბაშვილის დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელსაც. ჭხრეკა ჩატარდა ღარიბაშვილის კაბინეტის კიდევ ერთი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლშიც. ეს კორუფციის წინააღმდეგ საჯაროდ გაცხადებული ბრძოლის ნახევარი წლის შედეგია. გააგრძელებს თუ არა ამ პროცესს კობახიძის გუნდი, ეს გამოჩნდება, თუმცა ღარიბაშვილი ნამდვილად პირველი პრემიერია, რომელიც ქართულ ოცნებას ღიად არ დაპირისპირებია, მაგრამ ციხეში მაინც აღმოჩნდა. თუმცა ოცნების სხვა ლიდერებისგან და პირადად ივანიშვილისგან განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილი გადაურჩა როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ სანქციებს. ჩვენს ქვეყანას ოდითეს წარმატებები მოუტანა. ხო, ბატონო.